იცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ვან გოგის შედევრი ვარსკვლავიანი ხამი სინამდვილეში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფანჯრიდან დანახული ხედია. აი კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამ ნახატს სხვა თვალით დაგანახებთ. ვისეთ ვან გოგი ამ ნახატს საავადმყოფოს პალატიდან ხატავდა, რომელსაც კინის გისოსებიც ჰქონდა, თუმცა მან გისოსები ნახატში არ გადაიტანა. აიშე თავისუფლება ტილოზე. სინამდვილეში პალატის ფანჯრიდან სოფელი არ ჩანახატა, რომ ის საკუთარი ფანტაზიით და წარსულის მოგონებებით დახატა. ასევე სიკვდილის სიმბოლო ნახატზე გამოსახული მუქი ციხლისფერი კუპაროსებია. ამ პერიოდში მაგციფრულ მწუხარებასთან აიგიოდნენ სამკლავი არა ხეებად მიიჩნევდნენ. ვან გოგი წერდა ვარსკვლავნო მისასვლელად ჩვენ სიკვდილის მატარებელში ვხვდებით. ავტორის იმედ გასწრებაც ნებით დასაჯერებელია, მაგრამ თავად ვან გოგი ამ ნამუშევარს წარუმატებლად თვლიდა და თავის წერილებში ძმასთან თეოსთან დიდად არც საუბრობდა ამ ნამუშევარზე. 1899 წლის შემდგომაზე თეოსთან მიწერილ წერილებში ის აღნიშნავს, რომ ეს ნახატი და მასებით გაგზავნილი სხვა ნახატები არაფერს ეუბნებოდა. ის ფიქრობდა, რომ ეს ნახატი იმედად აბსტრაქტული იყო, რაც არ ყოფილა მისი სურვილი, მას უნდოდა რეალობასთან უფრო ახლოს ეხატა. ვან გოგი ხელს არ აწერდა იმ ნამუშევრს, რომელთაც კმაყოფილი არ იყო. ჯესუმსერები იყო მისი საყვარელი სერია, ამიტომ მას მისი ხელმოწერა ამშვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ვან გოგის ნახატში ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული მოვლენა აღმოაჩინეს. ნახატზე გამოსახული სპირალური ხაზები და გრიგალები ზუსტად იმეორებს ტურბულენტობის მათემატიკურ მოდელს, ჰარის და სითხის მოძრაობის ქაოსურ დინებას. საოცარი ისაა, რომ ვან გოგმა ეს მოვლენა ინტუიციით შექმნა მაშინ, როცა მისი გონა ყველაზე მეტად იყო არეული. სხვა მხატვრების ნამუშევრებში ასეთი მათემატიკური სიზუსტე არ გვხვდება. დღეს ეს ნახატი 100 მილიონზე მეტად არის შეფასებული და ის ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში ინახება.